საფეხბურთო ჩაწოდება, თავი თხადაგიანი ურტყავს არა ზუსტად. შევიდა საჯარიმოში, ვერავინ ვერ დაარტყა, ვაწაძე ძლიერი, მაგრამ არა ზუსტი. ვერელიძე შორიდან კარგი დარტყმა, მაგრამ მეკარე კიდევ უფრო კარგად თამაშობს. ჩაწოდება შეყილაძემ დაარტყა თავი და სიკაჩი თამაშობს კარგად ამ ეპიზოდში, გადაარჩინა თავისი გუნდი და შემდეგ უკვე იქ წაიქცა კონტე კიდევ ერთი თაური და კიდევ ერთხელ სიკაჩი თამაშობს კარგად ამ ეპიზოდში. აი ამ ერთ ეპიზოდში გორელეს ორჯერ შეეძლოთ, 2 წუთია დამატებული და აი ამ დამატებულ დროში ორჯერ შეეძლოთ მათ გოლის გატანა. შეყილაძე კარგად ურწყავს აქ და ბურთი აი ხედავთ სად დაეცა, მშვენივრად ითამაშა სიკაჩმა და ამ ეპიზოდში თამაშის წესის დარღვევა არ არის როგორც ჩანს. საფეხბურთო ეპიზოდი დარტყმა და გაიხსნა ანგარიში. მორჩილაძეა გატანილი გოლის ავტორი. დინამოელებმა შეძლეს მეორე ტაიმის დებიუტში 53 წუთზე გოლის გატანა. ნახოთ განმეორებით ეს ეპიზოდი მარცხენა ფრთიდან ვითარდებოდა. იერიში მორჩილაძემ მოახერხა გატანა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოდი ჯერჯერობით ვნახოთ რა ხდება. ეს ხარებაშვილია. ხარებაშვილმა არანაირი თამაშგარე მდგომარეობა გაეპარათ მორჩილაძე. კიდევ ერთი საფეხბურთო და მშვენიერი გოლი. ეს უკვე ძალიან ლამაზი და ეფექტური გოლი გამოვიდა. ლეო ასუნსეო გატანილი გოლის ავტორი. ესე უყურადღებოდ დატოვეს ბრაზილიელი, საკმაოდ ტანმაღალი ცენტრალური მცველი და მასაც არ გასჭიროებია გოლის გატანა. განმეორებით ვნახოთ ეპიზოდი ლეონარდო ასუნსეო, ეს მისი მეორე გოლია მიმდინარე სეზონში. მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს თამაში, შეიძლება აქედან პასის გაკეთება, არა ჯერჯერობით არ კეთება ეს გადაცემა. ეხლა გაკეთა თავი დარტყმა და ანგარიში არ შეიცვალა, ახლოს იყო ძალიან გორის დილა გოლის გატანასთან. გადაიღობდნენ დინამოს მცველები, კიდევ ერთხელ იქნება ამისოება ამპონსა დაარტყა და გაიტანა. ეს არის მე-17 ნომრის მიერ გატანილი, რა თქმა უნდა ჩქარობენ ეხლა გორელი ფეხბურთელები. მაინც მოახერხა ბლანკსონ ანოფმა გოლის გატანა, მე რამდენიც დაიყო ძნელი სათქმელია, მაგრამ შეხვედრის 94 წუთზე ანგარიში ხდება 2-1.